თქვა დღეს რაღაცა ხელთათმანებით, ეკიპირებით რომ მივიდნენ იქ რუსთავი რაღაცებს ინიშნავდნენ, არ ვიცი, რა არის რეალურად? კარიკატურა არის ეს, ძალიან მარტივად შეიძლება დახასიათდეს, ეს არის კარიკატურა, მეტი ამას ვერაფერს ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ 6 წელი გავიდა და სხვათა შორის იცით რა, იმ ჯერთი ცოტა ის მომდის, რა ქვია, ეგრეთ წოდებული ერორი მომდის ტვინში, ვერ ვაყალიბებთ აი ამ ლოგიკას, როდესაც ჯერ კიდე არ არის დასრულებული საერთაშორისო სასამართლოს ბოლომდე არ არის გამოტანილი ბოლო ვერდიქტი არ არის და ამ დროს მათმა დაიწყეს რაღაცეების გაკეთება, ანუ არ ელოდებიან ამას, მაგრამ ამას არ აქვს კიდე არსებითი მნიშვნელობა. უბრალოდ იქ, როდესაც ლაპარაკი იყო საერთაშორისო განხილვის დროს, ხო? იქ იყო ერთ-ერთი პუნქტი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია სპეკულაცია დაუშვათ, რომ ეს არ არის არა მარტო რომელიმე კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილება, არამედ ეს არის სისტემური დანაშაულის ნიშნები და სისტემაზე არის ლაპარაკი. და სწორედ აი ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზუსტად მაგისკენ მივდივარ. რო გახარიას ეზღუნება ეს ამბავი, ეხლა სიმართლე რო გითხრათ, ეხლა მე გახარიას პიროვნულად არავითარი პატივისცემა არ მაქვს მასთან და ეს მანაც ძალიან კარგად იცის, ნუ მე მას არ ვიცნობ, მაგრამ მისმა პოლიტიკურმა მხარდამჭერებმა ეს ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ არც ერთი ეთერის არაერთი ეთერიდან მithქვავს ეს, მაგრამ მე არ მინდა ვიცხოვრო ვიცით ქვეყანაში, სადაც ამ 60+ პოლიტპატიმარს კიდე ემატებიან პოლიტპატიმრები, ხო? იმიტომ რომ ეს ყველა შემთხვევაში გახარია თუ დაიჭერენ და თუ დააპატიმრებენ მას, თუ ის ჩამოვა და დააპატიმრებენ, ეს იქნება პოლიტპატიმარი აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით. იმიტომ კი არა რომ ის არის თუ არ არის დამნაშავე, არ ვიცით. ამისაც უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო და მან უნდა გასცეს პასუხი. ამიტომ ეს არის კარიკატურა, 6 წლის თავზე ამის კეთება არის აბსოლუტური სისულელე და ნუ ეს არის რა ქვია, ნუ ეს ემსახურება მხოლოდ იმას, რომ აი კონკრეტული ადამიანი ახლა დაიჭირონ, ან კიდევ თქვათ რაღაცა წყალი შეუყენონ, შესაძლებელია, მე არ ვიცი, თუ დაიჭერენ გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩემთვის ეს არის ძალიან ნუ ცინიზმის, ჩემი მხრიდან ირონიის და სარკაზმის საგანი, იმიტომ რომ ნუ ახლა სხვანაირად ამისი შეფასება შეუძლებელი არის და საერთოდ რა საჭირო არის ვერ გავიგე, სად იყვნენ აქამდე საერთოდ, მაგრამ ნუ თავიანთი გაკეთებული დანაშაულის ვითომ იცით რა მაინტერესებს, აი არ ფიქრობთ რომ აი გახარიას არაერთხელ თქვა სხვათა შორის რომ აი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თავად იღებს, მაგრამ ხო, აი სამართლებრივ პასუხისმგებლობის წელს, აი მე მაგალითად მაქვს ესეთი განცდა, რომ არ ვიცი, აი ყოველთვის აი დღემდე მგონია რომ გიორგი გახარი არის რაღაც ისეთი ინფორმაციის მატარებელი, არ ვიცი რა სუფრთხილდება თუ რატო არის, მაგრამ აი ხო უნდა მოხერხება, ხო უნდა რომ ეს 20 ივნისი მას ისე შემოუტრიალდეს, რომ ეხლა შესაძლოა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით თავად აღმოჩნდეს რაღაცა ბრალდებული იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც არ ვიცი, დააწინაურა, ამის მედლები დაკიდეს, პრემიერი დახადეს და ხო, ასე შემდეგ. ხო, აი არ ფიქრობ, რომ აი ჩორჩანას ამბავი გავიგე, ხო, რაღაცა აი ძალით აი ესე შექმნილი და ასე შემდეგ, მაგრამ აი 20 ივნისი არის ის თემა, რომელზეც სამართლიანი კითხვები გვაქვს ყველას, ხო? აი ნუ არა აქვს ნიშნულობა ოცნების ამორჩეველსაც, მე თქვენც და ნებისმიერს და გახარიას პასუხისმგებლობაზე აქ არავინ არ დავთ, ყველავთ ახდებით. აი არ ფიქრობთ, რომ გახარიას რაღაცნაირად, არ ვიცი, შეიძლება კონდეს რესურსი, რომ ეს რეალობა შეცვალოს. შეიძლება ეს ჩემი რაღაცა პერსონალური განცდა არ ვიცი. ანუ მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შეცვალოს თუ არ შეცვალოს არ ვიცი, საერთოდ ალბათ ყველაზე უფრო უკეთესი არის იმ ჭეშმარიტების დათანხმება, რომ სიმართლე არის ყველაზე უფრო ახლო მეგობარი შენი და თუ რამე იცის, რაც მასაც დაიცავს და საერთოდ თუნდაც სისტემას ასე ვთქვათ, გააправებს, ხო, ვევრიტან ამ სიტყვას, ამ სისტემას, რომელიც დანაშაულებრივად მიმაჩნია, მაშინ უნდა თქვას ეს. თუ არა და ეს კითხვები, რაც თქვენ გაქვთ, მეც მაქვს და ალბათ ირაკლიცაც აქვს, არ ვიცი და ყველას გვაქვს, პასუხი გასაცემია და რაც მთავარია. ძალიან მარტივია, როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ მე მორალურ პასუხისმგებლობას ამაზე ავიღებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მორალური პასუხისმგებლობა ეს ერთი მხარე არის, კი ბატონო, მაგრამ მე არ ვიცი რეალურად ეს გაწუხებს თუ არ გაწუხებს, ადამიანებმა თვალები დაკარგეს და არა მარტო ერთმა, ყველაფერს სხვას რო თავი დავანებოთ, ხო? და ეს არის ვიღაცის სისხლის სამართლის დანაშაული. უნდა პასუხი აგონ, რა თქმა უნდა და მე ველოდები პოსტკოცურ სამყაროში ისეთ სასამართლო სისტემას, რომელიც სამართლიანად დასვას კითხვას და თუ ის არ არის დამნაშავე, სამართლიანი სასამართლო ამას გაარკვევს. აუცილებლად უნდა იყოს ეს გარკვეული.